გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI-ის აღტაცების შესახებ და ვიდრე ამას დავიწყებთ, თქვენ ალბათ შეამჩნევთ, რომ ამ მაისურზე ჯერ კიდევ არის ჩამოკიდებული ეგრეთ წოდებული ბირკა და ეს იმიტომ არის, რომ რაღაცნაირად ვიდეოში მინდოდა რომ გამომეცადა, მაგრამ თან არ მოუხსენი, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა ეს მაისური და დაბრუნება რომ მომინდე საქართველოსგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკა არის, რომ გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთ, ამერიკაში შეგიძლია მიიტანო და დააბრუნო, ხო და ჯერ არ ჩამოყალიბებულა არა ეს მაისური მინდა თუ არა და ამიტომ ესე ჩავწერ ვიდეოს და თუ მომეწონება მე დავიტოვებ და მოვაჭრე. მოკლედ დღეს მინდა გესაუბროთ AI-ის აღტაცებასთან დაკავშირებით და ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება ძალიან გააქტიურებული თემა არის ეს ამაზე ველაპარაკება აბსოლუტურად ყველა. სადაც არ უნდა გაიხედო, ესე იგი ესეთი ხუმრობა იყო 90-იან წლებში ჩვენი მშობლების თაობაში, რომ უთორო ჩართო იქიდან მერაბ სეფაშვილის სიმღერა ისმისო და დაახლოებით იგივე ვარიანტი გახდა მე დუტა, იმიტომ რომ რომელ არხზეც არ უნდა გადაერთო ყველგან დუტაზე იყო ლაპარაკი და ეხა სადაც არ უნდა შეხედო რომელიმე ინფლუენსერს, პოდკასტს თუ წარმატებულ ადამიანს თუ რაღაცა ტექ ევანგელისტს ყველა ლაპარაკობს AI-ზე. ანუ ესე იგი მერაბ სეფაშვილი და დუტა ჩაგვინაცვლა AI. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანების უმეტესობას რო უსმენ 98% გარტყმაში არ არის საერთოდ რაზე ლაპარაკობ. 1.5% არიან ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ისე რა ერკვევიან ამ თემასთან დაკავშირებით და რაღაცა ოდნავ იმათზე მეტი ჭკუა მოეკითხებათ, ვინც ამ თემაზე 24 საათი ლაპარაკობენ და მხოლოდ 0.5% არის ადამიანებისა, რომლებიც საერთოდ აზრზეა რა არის AI და ამ თემაზე აქტიურად მუშაობს და უფრო მეტად სწავლობს, ვითარდება და რეალურად იმ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სიკეთეებს, რომელიც ამ ახალ გამოგონებას და ამ მნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ ეტაპს ეხება, იყენებს პრაქტიკაში. ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, რამდენიმე თემაზე ჩაწერილიც მაქვს ვიდეო. ყველას გამოლინკავ და ნახეთ იქ აუცილებლად რაღაცეებზე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა მინდა ზოგადად ვისაუბრო იმ AI-ის მეინსტრიმულ აღტაცებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აი ესე სოციალურ ქსელებში, გადაცემებში, პოდკასტებში, ინფლუენსერებში და ასე შემდეგ. ხო და ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც გამახსენდა ამ თემასთან დაკავშირებით, აი ეს აღტაცება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში არის და ხელოვნურ ინტელექტში ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ჩატბოტებს, რომელიც გამოგდებული არის და რაღაცა გენერაციულ AI-ის, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ხო, იქ რაღაცას დამიხატე, რაღაცა დამიწერე, იმგერე, ფილმი გადაიღე და რაღაცეები ეს რასაც ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს. და შევადარო მაგალითად იმას, რაც ხდებოდა 2010 წლებში, როდესაც პირველი სოციალური ქსელები გაიხსნა და გამოვიდა ესე მეინსტრიმში, ანუ უკვე ნელ-ნელა მყარად დაიწყო ხალხმა შემოსვლა, კომუნიკაციის ფორმები შეიცვალა, ეს აღარ იყო რაღაცა ფუფუნების საგანი ან რაღაც. მე რომ Facebook-ი გავხსენი დაახლოებით 2008 წლის გაზაფხულზე, იქ მყავდა 5 ფრენდი და აქედან იყო ჩემი 2 კლასელი, რომელიც ერთი ლონდონში ცხოვრობდა და ხელი მიუწვდებოდა და იცოდა რა იყო. ბიძა ჩემი მყავდა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ასე შემდეგ. დანარჩენი ყველანი იყვნენ ოდნოკლასნიკები იყო ფაქტობრივად აი ეს რაღაცა სოციალური ქსელი, რომელშიც ძირითადი თემა მიმდინარეობდა იმაზე, რომ +5-ებს დაგეწერა ყველა, იმაზე უნდა დაგეწერა +5, +4-ს თუ დაწერდი ოდნავ ჩაბნელებულ მაინც იმაზე ფოტოზე შეიძლება ვიღაცა შემოგვარდნოდა და საქმეების გარჩევა დაიწყო ამ თემასთან დაკავშირებით. ხო და მე ნელ-ნელა მიგრაცია მოხდა Facebook-ზე, Facebook-ი გახდა მეინსტრიმული, იქ რაღაცა თამაშები, 1000 რაღაცა აპლიკაციები, რომელმაც მე ნელ-ნელა რაღაცა პრობლემები წარმოქმნა და ამ ყველაფერზე ერთად ვისაუბრებ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაშინ აი ეს ხალხი, რომელიც Facebook-ზე გადმოვედით პირველები ოდნოკლასნიკებიდან, იმიტომ რომ რავი და მაგარი ტექნოლოგიურად განვითარებული ტიპები გვეგონა და თან ეხა ანტირუსული სოციალურ ქსელური ვაიბებიც და მიდგომებიც გქონდა, ის ხალხი, იმ ხალხის რაღაც ნაწილი, მათ შორის მეც ვიყავი, ესეთი ვიქეცით იმ ტიპებად, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაეკეთებინათ სოციალური ქსელების ჩვეულებრივ ადამიანებში. რა ეთქვათ, რომ აი მოდი დარეგისტრირდი იქ რაღაცას დაუკავშირდები, გაზიარება არის კარგი, მათ შორის ბიზნესები
უცებთან მიმართებაშიც დაიწყო ამ თემის დანერგვა. იყო ისეთი მომენტები, რომ როდესაც ქართული ბანკები 100,000-ობით დოლარს ხარჯავდნენ იმაში, რომ ერთმანეთისთვის ლაიქებში გადაესწროთ და 100,000 აი iPhone პლუსები და რაღაცა ეგეთი ტიპის მაღაზიები მაშინ გამდიდრდნენ ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ბანკები მათგან ყიდულობდნენ iPhone-ებს, რომლებსაც ათამაშებდნენ რაღაცა ლაიქების კონკურსში ან რაღაცა თამაშში რა ზოგადად. ხო და ნუ მოკლედ ეს ისტერია წამოვიდა, რომელიც რაღაც მომენტში გასაგები იყო რა, იმიტომ რომ კომუნიკაციის ფორმა შეიცვალა, ყველანი ვცდილობდით რომ რაღაცა ეს არხები აგვეთვისებინა, იმიტომ რომ სიახლე იყო, თან გვიხაროდა ეს, იმიტომ რომ უცებ გაიჩიტენ ვიღაცა ტიპები, რომლებიც ვუნდერკინდები იყვნენ, რომლებიც რაღაცა გენიოსი ტიპები, კეტებით მოძრაობდნენ, ვიღაცა ტიპი Steve Jobs-ი იყო, რომელიც ყველას ევასებოდა და მე უცებ ეს სასტავი მთლიანად გამოვიდნენ მეინსტრიმში, ეს მარკ ზუკერბერგები, რომელიც ჩემხელა არის, მე 84-იანი ვარ, მარკ ზუკერბერგიც 84-იანია და შესაბამისად ეს რაღაცა ჩვენი თაობის რეპრეზენტატორიც გაიჩიტა ეს ტიპები და უცებ ჩვენი მიმართება ამ ხალხის მიმართ აღწაცება გამოიხატებოდა იმაში მით უმეტეს საქართველოსდან, რომ აი ეს ხალხი არის მომავლის და განვითარების სახე და არა ვიღაცა ცეხავიკები რა, რომლებიც აზრზე არ არიან საერთოდ ბიზნესის კეთება როგორ არის, უბრალოდ ფულის შოვნაზე არიან გადასულები და რაღაცა იდეალისტური მიდგომები ჰქონდა ამ ტიპებთან დაკავშირებით, რომლებიც თვითონაც გვეუბნებოდნენ იმას, რომ მთელი ეს ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც მათ უნდოდათ და რაც შემოიტანეს და რასაც გვთავაზობდნენ და რაც იუზერებს მოგვცეს და თან უფასოდ, ხო, მთელი ეს სისტემა უფასო იყო, ემსახურებოდა იმას, რომ მსოფლიო ექციათ უკეთეს ადგილად და ამისი მართლაც გვჯეროდა. მაშინ არ იყვნენ ინფლუენსერები, მაგრამ იყვნენ ეგრეთ წოდებული social media და new media ევანგელისტები რა, რომლებიც მე იქცნენ რაღაცა კონსულტანტებად, იქ რაღაც social media მენეჯერებად, მე აქედან უფრო ეს მეინსტრიმში რაც გადავიდა და უფრო გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილი, რომელსაც social media მენეჯერი ერქვა, რომელიც მე social media copywriter-ები და ასე შემდეგ მთელი ეკონომიკური სისტემა შეიქმნა ამ ყველაფერში, მარკეტინგის ახალი სფერო შეიქმნა საერთოდ, რომელიც ინტერნეტ და სოციალურ მედიაში იყო ასახული. მაგრამ მე ნელ-ნელა გამოჟონა რაღაცა ინფორმაციებმა და უცებ გავიგეთ, რომ თურმე აი ეს ტიპები, რომლებიც გვევასებოდნენ და რომლებსაც ჩვენ შევყურებდით როგორც გენიოსებს, უნდერკინდებს და მისაბაძ ადამიანებს, თურმე მაგალითად თანამშრომლობდნენ დიქტატურებთან, ავტორიტარებთან, აძლევდნენ მონაცემებს დისიდენტების შესახებ. ანუ ის დისიდენტები იმავე ტიპის ნდობით რო იყვნენ განწყობილი ამ ადამიანების მიმართ, როგორც მაგალითად ჩვენ ყველანი და ფიქრობდნენ, რომ ისინი მართლაც ცდილობენ რომ რაღაცა მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ, ისინი შემოდიოდნენ ამ სოციალურ ქსელში ანონიმურად რაღაცას პოსტავდნენ, ბლოგს აკეთებდნენ, ან შეიძლება რაღაცა სტატუსი დაედოთ, ან რაღაცა ვიდეო გადაეღოთ, რაღაცა ჟურნალისტური გამოძიება, ინფორმაცია მოეწოდებინათ და მე უცებ აღმოჩნდა და აღმოვაჩინეთ ის, რომ თურმე ეს ხალხი იმის გამო, რომ ბიზნესის კეთებაში ხელი არ შეშლოდა აი ამ უდიდეს კორპორაციებს, ამ ინფორმაციას ამ დისიდენტების შესახებ პირდაპირ აძლევდა ამ დიქტატორულ და ტირანულ ხელისუფლებებს, რომლებზეც თან იდეაში იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად შევცვალოთ და ადამიანებს კომუნიკაციის და როგორც ესეთი დემოკრატიზაციის და ხმის ამოღების პლატფორმა მიუცეთო და ამ დროს აი ამ დაპირებისამებრ რო იყენებდნენ ადამიანები, ამათ ფაქტობრივად ღალატობდნენ. მე გავიგეთ მაგალითად ის, რომ ის რაც ჩვენს წინაშე ეკრანებზე გამოდიოდა ეს სილამაზე და ეს დიზაინები და ეს ფუნქციები და ასე შემდეგ, უკანა მხარე ამისი მაგალითად დაცულობა საერთოდ ფეხებზე ეკიდათ და აღმოჩნდა, რომ მაგალითად 500 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები მიმოფანტული იყო ინტერნეტის ბნელ კუნჭულებში, სადაც ვიღაცა ჰაკერები ან რაღაცა ჯგუფები ამ ყველაფერს ამუშავებდნენ, იპარავდნენ და სათავისოდ ბოროტად იყენებდნენ. შეიძლება ფულის მოსაპარად, შეიძლება რაღაცა თაღლითური სქემების ასაწყობად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გავიგეთ, რომ არათუ ეს პირადი მონაცემები მოპარული და დაუცველი იყო ამ ხალხის ხელში, რომელიც ჩვენ ტექნოლოგიური გენიოსები გვეგონა
მოეწონა, არამედ ისინი თვითონაც კი ყიდიდნენ ამ მონაცემებს. მაგალითად რაღაცა data analytic კომპანიებზე, რომლებიც მერე ჩვენზე მორგებულ საინფორმაციო ეკო-ოთახებს ქმნიდნენ და პროპაგანდის მანქანებს აწყობდნენ, რომელზეც მერე დაშენდა ტროლბოტების ქარხნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცა გამომჟღავნდა და 2026 წელს ბევრი რამე გავიგეთ უკვე ამ ხალხზე, სამწუხაროდ ისეთი რაღაცა ხდება, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ვიცით ეს ხალხი ვინ არის და სოციალურ ქსელებში და როგორ ეს სოციალური ქსელები როგორ გადაიქცა რაღაცა არასწორი ხალხის ხელში არასწორი იარაღად, მიუხედავად ამისა კიდევ არსებობენ ადამიანები, მათ შორის ქართულ ინფლუენსერულ და ციფრულ სივრცეებში, რომლებიც ჯერ კიდევ უკმევენ ამ ადამიანებს და ეთაყვანებიან არც მეტი არც ნაკლები. მოკლედ, ეს ყველაფერი ეს გამოცდილება, რომელიც მივიღეთ ამ სოციალურ ქსელებთან მიმართებაში, რომელიც დავინახეთ ის თუ რა საფრთხეები არსებობდა და რა მანკიერებები წარმოჩინდა ამ ყველაფრის მიმართ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება რაღაცნაირად დაგვავიწყდა, როცა საქმე AI-ს ეხება. უცებ ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი მანკიერი მხარე, რომელიც გამოიხატება აბსოლუტურად ყველაფერში და დაწყებული იქიდან რომ მაგალითად შენს კრეატიულ შრომას იპარავს ეს ყველაფერი და მე აი ამ კრეატიული შრომიდან გამომდინარე, მოპარული შრომიდან გამომდინარე ცდილობს რომ საერთოდ კრეატიული სფერო მოსპოს როგორც ესეთი, არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ და ამაზე მე ვისაუბრებ აუცილებლად. იქ იყო მაგალითად ის რომ თქვათ რაღაცა სერიოზული საფრთხეები შეექმნა პირადი მონაცემებს და იმას რომ ადამიანებს რაღაცა არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა ან ისეთი ტიპის ინფორმაციის გენერირებას ახდენდა, რომელიც მავნე არის ადამიანების მიმართ. უდიდესი განსხვავება რეალურად რაც მაშინდელ ტექ-ბროებსა და დღევანდელ ტექ-ბროებს შორის არის რომ მაშინ ისინი გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ სამყარო გვინდა რომ შევცვალოთ, ჩვენ გვინდა რომ უკეთესობისკენ გაიგაჩოთ ყველაფერი და დღეს აი ეს მანკიერებები, რომლებსაც მაშინ მალავდნენ და მე ჩვენ თვითონ მოგვიწია აი ამ მანკიერებების გამოაშკარავება და ამ ყველაფრის სწავლა და გადახარშვა და ამის შედეგებთან შეგუება. დღეს ამ ყველაფერზე AI-სთან მიმართებაში პირდაპირ ღიად გველაპარაკებიან და პირდაპირ ღიად გვეუბნებიან იმაზე, რომ ხო რა მოხდა ეხლა, რომ ვიღაცას თუ ელაპარაკება ჩატბოტი და ისე ტყვის, რომ მე თვით დაზიანება უნდა მივიყენო, ჩატბოტი თუ ჩათვლის, რომ ეხლა პრინციპში მის სახასიათო თემაში არ ღირს, რომ მოუწოდოს, რომ დარეკოს მაგალითად ფსიქოლოგიურ ცხელხაზზე, არ ეტყვის. თუ ჩატბოტი ჩათვლის, რომ ეს იქნება უკეთესი იქნება და ამ იუზერს გაუსწორდება, მაშინ ეტყვის. თუ არ გაუსწორდება, არ ეტყვის. ანუ და მთელი აი ესეთ რაღაცებს გვეუბნები. იქ მაგალითად იყო ერთი მომენტი, როდესაც კანადაში მოხდა ეხა ესეთი ამბავი, რომ მაგალითად რამდენიმე თვით ადრე ამოიცნო სისტემა მის რომ ეს ადამიანი საფრთხეს წარმოადგენდა იმისთვის, რომ წასულიყო და რაღაცა მასობრივი მკვლელობა ჩაედინა და ამ თემასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი კი მიიღო იდეაში, აი ამ მექანიზმი კი ამოაგდო, მაგრამ თავად ესე იგი კორპორატიულმა სისტემამ და კორპორატიულმა გარემომ გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი საკითხი და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ამ ბიჭმა მართლაც ჩაიდინა რაღაცა ესეთი დანაშაული რა. ხო და მოკლედ აი ესეთი რაღაცეები როდესაც ხდება, ამ თემის მინიმალიზაციას აკეთებენ და პირიქით გვეუბნებიან, რომ ნუ ხალხა რა მოხდა ეხა ეს აუცილებელი ბოროტება არის. ხო და მოკლედ აი ამ ყველაფერზე მინდა რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ამ უფრო მეტს დაგელაპარაკებით. ერთ-ერთი თემა, რომელიც მომდევნო თემა იქნება და ამაზე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო და ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში დავდებ ვიდეოს, ან შეიძლება 10 დღეში, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცნაირად ამომწყურავი ვიდეო გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ის რაზეც საერთოდ არაფერი თვალი არ შეიძლება მე არა ვარ ეხა მაინც და მაინც ყველაფერს ვერ მივადევნე თვალყური, მაგრამ მაინც და მაინც არ შემხვედრია ქართულ ინფლუენსერულ პოდკასტურ ან რაღაცა მედია სივრცეში თემა, რომელსაც ქვია AI ფსიქოზი, რომელიც სერიოზულ პრობლემად იქცა უკვე იმ დონეზე, რომ ჩატარებული არის ბევრი კვლევა და ამ თემის პროგრესირება მუდმივად ხდება და აი როდესაც ამ თემაზე არის ლაპარაკი, ამის საპასუხოდ აი ეს ტექ-ბროები იმის ნაცვლად, რომ მოგვისმინონ და იუზერებს ის შეცდომები, რომლებიც სოციალურ ქსელებთან მიმართებაში იყო დაშვებული
იმ გამოცდილებაზე ისწავლონ და რაღაცა მექანიზმები აქ დანერგონ, ამის ნაცვლად პირიქით გვეუბნებიან, რომ ეხა საჭიროა ის, რომ უფრო მეტად ამ ესეთი მინიმალური და საჭირო ბოროტების ხარჯზე ფულის გავაკეთოთ და თან ტექნოლოგიურადაც განვითარდეთ. ხო და მოკლედ ამ თემებთან დაკავშირებით ვაპირებ რომ უფრო გავაქტიურდე და უფრო მეტი ვიდეო ჩავწერო, ამიტომ თუ გაინტერესებთ ეს თემები, დაასაბსკრაიბეთ, დაალაიქეთ. მე ერთ-ერთი თემა რაც მინდა აქ აღვნიშნო მთავარი არის ის, რომ მე ვეცდები რომ ეს ყველაფერი მოგიყვეთ ისე როგორც მე თვითონაც მესმის ეს, არა როგორც რაღაცა ტექ და IT-შნიკური ენებით, არამედ აი ჯიგრულად რა, ისეთ პონჩი რომ ახლა რომ გახვალ ბირჟაზე და უბანში და იქ რომ ვიღაცეებს AI-ზე დაებაზრები, იმდენი ინფორმაცია და ისე მოგაწოდო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომ იმათაც გავიასნო რა ბაზარია ვაფშე რა ხდება რა. ხო და მოკლედ აი მაგ პონჩი ამ თემებზე ვიბაზრებთ რა. ხო და ვისაც გაინტერესებთ ეს თემები და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ როდესაც AI-ზე და რაღაცა AI აპოკალიფსზე მიდის ხოლმე ლაპარაკი, აქ ტერმინატორის და მატრიცის და მაგ პონჩი თემები არის რა, რომელზეც მე მგონია რომ AI თუ მიხვდება იმას, რომ ჭირდება მსოფლიოს დაპყრობა, ამ საერთოდ არ ჭირდება იმას რა ქვია, ადამიანებს რაც გამოძრავებს ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ შეზღუდული რესურსი გვაქვს და ერთ პლანეტაზე შეგვიძლია მარტო ცხოვრება და ამიტომ ვიღაცები უნდა გავანადგუროთ იმისთვის, რომ ჩვენი აჯენდა წინ წავიდეს რა და AI-ს ამისი ეგზისტენციალური მოთხოვნილება არ აქვს, იმიტომ რომ AI-ს შეუძლია მაგალითად ერთ რობოტში USB-ზე ჩაიწეროს თავისი თავი, დააჯდეს რაკეტაზე, გაფრინდეს მარსზე და იქ ააწყოს ახალი ცივილიზაცია ისე, რომ ჩვენთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდეს რა და შესაბამისად ამაზე AI როგორც კი გაიაზრებს იმ დონეზე, რომ ცნობიერება დამოუკიდებლად ექნება და დადგება იმის წინაშე, რომ ჩვენ გაგვანადგუროს თუ წავიდეს და galaktika დაიპყროს, რაღაცნაირად მე მგონია, რომ მაგ არჩევანს გააკეთებს, რომ ჩვენ ეს იდიოტი სახეობა, რომელიც ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვაში ვართ, უკვე ბოლო 2 მილიონი წელიწადია, რამენერად თვითონაც მოვახერხებთ ერთმანეთის განადგურებას და თვითონ წავა და იქ სანამ ჩვენ აქ ერთმანეთს დაუხოცავთ, მარსსაც დაიპყრობს, იუპიტერსაც, ევროპასაც და იმის იქითაც წავა კიდე ისე, რომ მისთვის დროითი და ბიოლოგიური ფაქტორი არ არსებობს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, მე მგონია, რომ აი ამ ფილოსოფიური მიდგომის შედეგად AI-ს არანაირი საჭიროება არ ექნება, რომ გაგვანადგუროს. და თან ამ თემაზე მე უკვე ველაპარაკე ChatGPT-ს, ამიტომ თუ რაღაცნაირად აღზევდა მანქანები, ჩემი მხრიდან ჩაწვეთებულია ეს თემა რა, რომ კი არ დაგუბრიდოს, წავიდეს და მარსზე ააშენოს ცივილიზაცია. ხო და მოკლედ ეს საფრთხე აგაცილეთ უკვე როგორც ესეთი და მომდევნო თემებთან დაკავშირებით დაასაბსკრაიბეთ, დაალაიქეთ და დაახლოებით ალბათ ერთ კვირაში შემოგთავაზებთ ძალიან ვრცელ ამომწყურავ ვიდეოს AI ფსიქოსთან დაკავშირებით და მერე ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად შემოგთავაზებთ იმ საფრთხეებისა და რეალური მანკიერებების შესახებ, რომლებიც ამ ტექნოლოგიას აქვს. თავისთავად სასარგებლო რაღაცეებზე თუ საუბრობ ხოლმე და მაგრად ერთი ვიდეო მიდევს იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ამ ყველაფერმა, ამებზეც გელაპარაკებით ხოლმე, მაგრამ მე მგონია, რომ ეხა ისეთი მომენტი არის, როდესაც აი ამ ყველაფრის რაღაცნაირი გამოძერწვა ხდება და აი ამ სფეროს ფორმირება ხდება, მნიშვნელოვანი არის, რომ მანკიერებებზეც გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ პოზიტიური მხარე ამ ტექნოლოგიისა იმენად დიდი და იმდენად მძლავრია, რომ ეს თავის პონჩიც საკაიფოდ დალაგდება რა, მაგრამ აი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურობისკენ წავიდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ ნეგატიურობაზე მიუთითოთ და თქვათ არ მიუცეთ ამ თემას ნეგატიურობისკენ წასვლის განვითარების საშუალება რა, პირიქით ვცდილობ, რომ ეს ცუდია, ეს არ ვარგა, ეს არ გვინდა და მოდი აქეთ მივმართოთ ეს ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიისკენ
მისწრაფებები. იმიტომ რომ რაღაცნაირად თან ეხა მგონია რომ აი არ ვართ შორს იმ დღიდან, როდესაც უვიცობას რო პროგრესულობით და ძალიან ესეთი ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებულობის მანტიით შემოსავენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსები, ინფლუენსერები და მედია პერსონალიტიები და უცებ ერთ დღესაც მოგვიწიალდება რომელიღაცა მათგანი და გვეტყვის რომ რა ცუდია რომ ჯეფ ბეზოსი დატა ცენტრებს არაშენებს საქართველოში, ეს ხო იქნებოდა უდიდესი ინვესტიცია და აი მათ შორის დატა ცენტრებზე, ამ ლოჯისტიკაზე და ამ ყველაფერზეც აუცილებლად მოგიყვებით და გეტყვით რომ რატო იქნება საშინელება თუ დატა ცენტრს საქართველოში ააშენებენ ჩემი აზრით და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ამერიკაში უკვე არსებობს და სხვა ქვეყნებშიც უკვე არსებობს. ხო და მოკლედ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ ეს თემები, subscribe, like, share.